მოგესალმებით მეგობრებო, მაშინ ვიწყებთ ჩვენს მეშვიდე გაკვეთილს და ეს საუბარი მიეძღვნება დღის კონდენსატს. რა არის ახლა ეს დღის კონდენსატი? ჩვენ უკვე ვთქვით, რომ როგორც კი თბილი ჰაერი დაეჯახება ცივ საგანს, ამ ცივი საგნის ზედაპირზე აუცილებლად გამოიწვეთება წყლის წვეთები. აუცილებლად გაჩნდება ეს. ეს არ არის ჩვენ სურვილზე დამოკიდებული. ეს არის ფიზიკის კანონი და ის აუცილებლად მოხდება. და ჰაერში ძალიან ბევრი წყლის ორთქლია, როგორც უკვე ვთქვით. ეხლა შეიძლება თუ არა ამ ჰაერში არსებული წყლის ორთქლის ჩვენ სასარგებლოდ გამოყენება. თუ ნიადაგის ზედაპირი დაფარული არის ისეთი მძლავრი ბალახის საფარით, რომელშიც მიმდინარეობს ფოტოსინთეზის აქტიური პროცესი, ფოტოსინთეზის პროცესის გამო ამ ბალახის გარემო საკმაოდ გრილდება. აი როგორც ახლა ჩვენ უკვე ვნახეთ, როდესაც ატმოსფეროს ტემპერატურა იყო 30 გრადუსზე ცოტა მეტი, ბალახიან ადგილას ნიადაგის ტემპერატურა იყო 19-20 გრადუსი. ანუ განსხვავება ატმოსფეროს ტემპერატურასა და ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურას შორის 10 გრადუსზე მეტი იყო. სინამდვილეში 5 გრადუსით რომ იყოს ეს სხვაობა ნიადაგის ზედაპირსა და ატმოსფეროს ტემპერატურას შორის, აი იქ ნიადაგის ზედაპირზე აუცილებლად ჩნდება დღის კონდენსატი. ანუ ხდება ის, რაც ხდება ჩვენს კონდიციონერებში. ატმოსფეროში არსებული წყლის ორთქლი გადაიქცევა წყლის წვეთებად ზუსტად ჩვენი ნიადაგის ზედაპირზე. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენი ნიადაგი ირწყვება ჩვენს გარეშე, წვეთოვანის გარეშე, არხების გაყვანის გარეშე, ყოველგვარი ელექტროენერგიის და რაღაცა დამატებითი მოწყობილობების გარეშე. ერთი რაც არის საჭირო, რომ ეს მოვლენა აქტიურად წარიმართოს, არის რომ ნიადაგის ზედაპირში არსებობდეს ხვრელები, რომელშიც ჰაერი შეძლებს მოძრაობას. თუ ნიადაგის ზედაპირი დაფარულია ესეთი ღონიერი ბალახის საფარით, მაშინ ასეთი ნიადაგის ზედაპირი დაქცელილია ძალიან წვრილი, ზოგჯერ თვალისთვის შესამჩნევი, ზოგჯერ თვალისთვის შეუმჩნეველი წვრილი არხები. საიდან მოდის ახლა ეს წვრილი არხები? საიდან მოდის შეუბატონო და ბალახის ფესვები სულ რამოდენიმე თვე ცოცხლობს ამ ბალახის ფესვების უმეტესობა. ბალახის ფესვების ნაწილი გვდება ყოველთვის, ნაწილი მერე ახლიდან იზრდება და მკვდარი ფესვების ადგილზე აუცილებლად რჩება ის არხი, ის ხვრელი, რომელშიც ეს ფესვი იყო მოთავსებული. ეს ფესვიც, რა თქმა უნდა, ჰუმუსად გარდაიქმნება და ამ ცოცხალი ფესვის ადგილას რაღაცა დროის გასვლის შემდეგ რჩება ჰუმუსით გატენილი არხები. როდესაც ამ არხში მოხვდება ჰაერი, თბილი ჰაერი, თუკი ეს ნიადაგის ზედაპირი ბალახით იყო დაფარული და ამ ფოტოსინთეზის პროცესის გამო გრილდებოდა, ეს ჩვენი ბალახის მიერ დატოვებული არხის კედლები გრილია და გრილდება მუდმივად ამ მიმდინარე ფოტოსინთეზის პროცესის გამო. და იქ მოხვედრილი ჰაერი თითქმის მთლიანად ტოვებს, რაც ორთქლი იყო მასში ამ წყლის წვეთების სახით. და ნიადაგის ზედაპირი
საკმაო სიღრმეზე სველდება. ხა ძალიან ხმად კი არა, მაგრამ დაახლოებით 10 სანტიმეტრამდე სიღრმეზე შეიძლება რომ ისველდებოდეს. ეს არის მოვლენა, რომელზედაც სამწუხაროდ დღეს არავინ არ ლაპარაკობს. და არ ლაპარაკობს ჩემთვის გაუგებარია, რატომ? იმიტომ რომ ეს არის მოვლენა, რომელსაც მე-7 კლასელებს ასწავლიან ფიზიკის გაკვეთილებზე. ანუ აქ არაფერი რთულად გასაგები არ ხდება. ყველაფერი შეიძლება აუხსნათ მე-7 კლასელ ბავშვს თავისუფლად. მაგრამ აი სამწუხაროდ ეს მაინც არის ასე ვთქვათ დაფარული ცოდნა. იმიტომ რომ თუ ჩვენ გვეცოდინება როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენს ნაკვეთში თხის კონდენსატი დავტოვოთ, მაშინ ჩვენ აღარ დაგვჭირდება სარწყავი სისტემები. და ეს შეიძლება ბევრი კომპანიისთვის საკმაოდ დიდი ზარალი იყოს. აი ბალახთან ბრძოლა ყველაფერ სხვასთან ერთად შედეგად იწვევს იმას, რომ ჩვენი ნიადაგები შრება იმის ნაცვლად, რომ ის ნესტიანდებოდეს. იმის ნაცვლად, რომ ის ირწყვებოდეს. აი ნახეთ როგორ მოსწონს ახლა ეს ყველაფერი ჩვენ ტოროლას. ხო? ძალიან ადვილია სინამდვილეში რომ მოვახერხოთ, რომ თხის კონდენსატი დავტოვოთ ჩვენს ნაკვეთზე. ამას სჭირდება მხოლოდ ის, რომ კონდეს ჯამრთელი ბალახის საფარი, დაახლოებით 25-30 სანტიმეტრის სიმაღლის, ან მეტი. რაც უფრო ნაკლები იქნება ბალახის სიმაღლე, მით უფრო ნაკლები იქნება მასში მიმდინარე ფოტოსინთეზის პროცესი და შესაბამისად ნაკლები იქნება განსხვავება ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურასა და ატმოსფეროს ტემპერატურას შორის. რაც უფრო მეტია ეს სხვაობა, მით მეტი წყლის ორთქლი გარდაიქმნება წყლის წვეთება ზუსტად ჩვენს ნიადაგის ზედაპირზე და ნიადაგში, აი იმ ხვრელებში, რომელზეც ახლახან ვილაპარაკეთ, რომელიც მკვდარი ბალახის ფესვების ადგილას რჩება. აი ზაფხულის ცხელ დღეში, აი 4-5 საათზე, როდესაც ყველაზე უფრო აუტანელი სიცხეა, სრულიად ურწყავ ადგილას, ბოლო წვიმიდან 2 კვირის შემდეგ, რო ჯაყოთ თითი ამ ბალახში, ნახავთ, რომ იქ მიწა მოიზილება. მე ხლა ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ველურ მინდორზე, სადაც ადამიანი არაფერს აფუჭებს. ასეთი მინდორები ცოტა, მაგრამ მაინც დარჩა საქართველოში. აი ამასთან დაკავშირებით მინდა კიდე ერთი რამე ვთქვა, რომ თუ დავფიქრებულ ვართ, საიდან ჩდება წყაროები. დღეში, ან ველზეც არის წყაროები. არის წყარო, რომელიც პირდაპირ ველზე იბადება. თბილისთან ახლოს ესეთი წყაროების ნახვა შესაძლებელია. საიდან? შეიძლება ჩვენ გვეგონოს, რომ ეს აი მოსული თოვლის, რა ქვია, ნება და ან წვიმა რაღაცნაირად ჯადოსნური გზებით არის შენახული და ის ნელ-ნელა მოდის წყაროდ. არავით არის მსგავსი არ არის, ბატონებო. რა თქმა უნდა, თოვლის ცნობის შედეგად ზოგიერთი წყარო ჩდება. ეს
მყინვარის ძირებშია ესეთი რამე. თქვათ ისეთი მდინარეების სათავეებთან, როგორც არის ენგური, რიონი, ცხენისხალი, ხო, ან ნებისმიერი სხვა მდინარე, რომელიც მყინვარიდან მოედინება, იქ კი ნებათოული ნელ-ნელა და ეს იქცევა ზუსტად იმ წყაროდ და მერე ეს სხვა წყაროები ვერთდებიან ამას და ეს მერე გადაიქცევა მდინარედ. მაგრამ ისეთ ადგილას, სადაც არ აქვს ის რა ქვია ამას, ეს მყინვარი, იქ საიდან ჩდება ეს წყარო. ზუსტად დღის კონდენსატის საშუალებით. ცხელი ჰაერი როგორც კი შევა ტყეში, სადაც ძალიან გრილა, იქ განსხვავება 10 გრადუსი კი არა, შეიძლება 15-20 გრადუსიც იყოს ტემპერატურებს შორის. აი ეს სხვაობა იძლევა ზუსტად იმას, რომ იქ ჩდება ბევრი დღის კონდენსატი და ნიადაგი სველდება. ტყეში რო თქვენ ძალიან სიცხეშიც მიწაზე დაждეთ, ძალიან დიდი ალბათობით დაგისველდება ჩარვალი. იმიტომ რომ ნიადაგი ნესტიანია. თუმცა ეს არ არის საკმარისი წყაროს გასაჩენად. თუკი ნიადაგის ზედაპირიდან ახლოს არის თიხის ფენები, წყალგაუმტარი ფენები, მაშინ ეს ტყის კონდენსატი რო ჩაიჟონება დაბლა, აი იმ წყალგაუმტარ ფენაზე გროვდება და შემდეგ ეს უკვე არის გრუნტის წყალი და შემდეგ თუ შესაბამისი ადგილი მონახავთ, თქვათ დაღმართში თუ ხდება ეს, სადღაც შეიძლება გამოხეთქოს წყაროს. შეიძლება არც გამოხეთქოს წყაროდ და უბრალოდ გრუნტის წყალი იქნება და ჩვენ ზევიდან ვერ დავინახავთ, მაგრამ ეს წყალი აუცილებლად იქნება. აი მე მგონი ახლა თხის კონდენსატის შესახებ რაღაც წარმოდგენა შეგვექმნა და აი ამის გამოყენებაზე ჩვენს ნაკვეთზე, ამის გამოყენების შესახებ აი შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ ამას ძალიან დიდი პოლონელი აგრონომის ოვსინსკის მეთოდის შესახებ და ამით ეს გაკვეთილი დავამთავრე.